აი უზარმაზარი გზის შემდეგ მოგესალმებით უკვე დმანისიდან. ისე არის. აი მას თავი ცოტა ხი არა. Sorry. Hallo Bam. ხო, ყოველთვის ვეკითხები ხოლმე რა ხალხს თბილისში. ერთი ასე, ერთი წასო. ხედი, არა ალობკურად გავატოვ და Hier gar nicht mehr. Und gleich. Und hier schön. Mit dem konkreten Siehst du, რუსეთის დამყარი იმპერია. რა ემატება ხალხი, ემატება მანქანებიდან ისევ ხალხი. აუ შეიძლება რამოდენიმე აქაურიც დაემატოს კიდე და აუ შევიკრებით იმედია 400-ზე ბევრად მეტი ადამიანი. სეცრიალი გარტია. აუ აქ Ekip. Egal, მადლობა. უკაცრავად. მადლობა. აი საუკეთესო. გადავიდეთ კაცი. გარჩანს? კაი. კარგი, მადლობა. მაღლა. ეგარი. მოკლედ ეს არა ქვია. საპროტესტო აუდიტორია. ჩამოვიდა ლაშას მხარდასაჯერად. solidarობა ლაშას.
რეალურად მისი მიზანი ის იყო, რომ ჩვენი სამშობლოსთვის ვიდგეთ აქ, ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომაც ბოლოს მე ლაშას მიმართვას დაგიკითხავთ, მანამდე ახას ვთხოვ კინწურაშვილს, რომ მოგმართოთ თქვენ და მე შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს მოვიდეს უბრალოდ და თავისი სათქმელი გვითხრას. მოგესალმებით ყველას. იხმაურე საქართველო, იხმაურე! ალბათ რამდენიმე თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი რომ აი ესე მომიწევდა ხოლმე რაღაც მიკროფონის ხელში აღება, მაგრამ დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს სამწუხაროდ ყველა ვტოვებთ რაღაც ჩვენს ჩვეულ მდგომარეობას, მეტიც ხშირ შემთხვევაში პროფესიას და არ ვიცი, ჩვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად დიდ დროსაც ვეღარ ვატარებთ. იმიტომ რომ ბევრად უფრო რთული გამოწვევებია ჩვენს წინაშე. ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა დღეს გავერთიანდით ლაშას გარშემო, მას შეიძლება ესე არ უნდა რომ ვთქვათ. მაგრამ მან ბევრი რამ დაგვანახა ჩვენ. შეიძლება პირველ რიგში არ უნდა, მაგრამ დაგვანახა ის რომ ჩვენ ბევრი რამე არ გვესმოდა აქამდე და ეხლა გავიგეთ და ეხლა დავინახეთ. ლაშამ დაგვანახა ის რომ ერთობას ძალიან დიდი ძალა აქვს. და ის რომ გულგრილობა ალბათ ადამიანის ყველაზე მანკიერი მხარე შეიძლება იყოს. მე ბედნიერი ვარ, იმით რომ ამ თვეების განმავლობაში ბევრ უკომპრომისო ადამიანს ვხედავ და ეს მემაძლევს საშუალებას ვირწმუნო საკუთარი თავის, ვირწმუნო მომავლის და ვირწმუნო რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება აუცილებლად შედგება. ეს აუცილებლად მოხდება. არ ვიცი მართლა ახლა ამოვედი არც სიტყვა მომიზადებია, ზირთად ვკითხულობ ხოლმე. არ ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკო და რაღაცა ბევრი რამე მიტრიალებს თავში და მიჭირს ვიყო კონკრეტული. მაგრამ ალბათ ხო ყველაზე მთავარი სათქმელი არის ის რომ სოლიდარობა არის მნიშვნელოვანი. აქ ამ პარკში მე მეორედ ვარ ბოლო არ ვიცი 2 კვირის განმავლობაში ჩვენ გქონდა საუბარი ლაშასთან. ჩემი პირადი აზრია ლაშა მისის მე რას ვფიქრობ, რა ვილაპარაკეთ, მაგრამ ვფიქრობ რომ დღეს აი ესეთი რადიკალური ქმედებები უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ და ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ბრძოლაში. ლაშას ქმედება პატივსაცემია. ლაშა ძლიერი ადამიანია, მან შეიძლება ითქვას ძლიერი აქტი განახორციელა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ამაზე მაღლა დადგება და უფრო ძლიერად დაანახებს პირველ რიგში თავის შვილს, რომ საზოგადოება ერთმანეთს არ წირავს. და ჩვენ ალბათ ამ პასუხისმგებლობას დღეს ყველა ერთად ვიზიარებთ და ვინაწილებთ. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, დიდი მადლობა ლაშას ბრძოლისთვის და დარწმუნებული ვარ რომ დღევანდელი საღამო ისე დასრულდება, როგორც ლაშას უნდა, როგორც დედამის უნდა, როგორც მის ოჯახს უნდა და როგორც საქართველოს უნდა. მადლობა. სალამი ყველას, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამობრძანდით. მე ნება მომეცით რაღაც ისეთ მასპინძლის როლში დაგხვდეთ, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ თეატრში მოღვაწეობდი ლაშას ასე ვთქვათ მოწვევით. და ძალიან მინდა მეგობრებო ზუსტად 10 წუთს წაგართმევთ, რომ ყველამ იცოდეს სად იმყოფებით და ვინ არის საერთოდ ლაშა ჩხუმიანი და რატო ვიწყებ ლაშათი. რა თქმა უნდა, დღეს ქვეყანაში ისეთი პროცესები ვითარდება, უკვე ძნელია რაღაც კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი, მაგრამ იმ ისტორიას, რომელიც ბოლო რამოდენიმე წლების განმავლობაში განვითარდა თმანიში, აი ამ თეატრში უბრალოდ ვერ გამოვტოვებთ. და რატომ? ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი. ეს თეატრი, ეს შენობა, რომელსაც ხედავთ ახლა თქვენ ჩემ უკან, ეს იყო დანგრეული შენობა, ღვთისგან მივიწყებული და რაღაცა თეატრი გალბატონი ზინაიდა კვერენჭხილაძის სახელობის თეატრი არსებობდა ქაღალზე, უბრალოდ ქაღალზე. არ ვიცი ვის დაჭირდა ამ თეატრის დაარსება, როგორ დაარსდა, არ ვიცი და ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, არსებობდა რაღაცა ფურცელზე. და აი აქ ღამურების და იმის თავშესაფარი იყო ეს შენობა. ლაშა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა დმანიში, მოკიდა ხელი ამ თეატრს და ფურცლიდან მეგობრებო, ცარიელი ფურცლიდან აქცია აი ეს შენობა. აი ეს იყო თეატრი, სადაც ჩვენ თამაშობდით სპექტაკლებს. ლაშას მეთაურობით. ლაშამ ჩაუყარა ამას ყველაფერს საფუძველი. ლაშას მოწვევით გიორგი სავარელმა 2018 წელს დადგა იბსენის პიესა ხალხის მტერი. შინაარს ძალიან მოკლედ ფაბულას გეტყვით. კურორტზე
გაჟონავს ინფექცია ჩავა მინერალურ წყლებში ლაშა თამაშობდა მთავარ გმირს აი ძალიან სიმბოლურია მისი დღეს მისი ის შესრულებული როლი და ქალაქის მერი არ აძლევს უფლებას რომ დაიხუროს კურორტი დამალავს და ნუ მოკეთ თავდება კატასტროფით ძალიან დროული სპექტაკლი იყო ძალიან ხმამაღალი სპექტაკლი იყო რომელიც არც მართალი გითხრათ თეატრალურ წრეებს გამოეპარათ არავინ არ ჩამოსულა აქტესიერად ამ სპექტაკლის სანახავად მაგრამ არ გამოეპარათ ადგილობრივ ხელისუფლებას ძალიან კარგად ამოიცნეს ამ ხალხმა თავისი თავები ამ სპექტაკლში და იბრძოდნენ რომ ეს სპექტაკლი მოხსნილი იყო რეპერტუარიდან მაგრამ გიორგი სავანელის ლაშა ჩხვიმიანის და კიდე არ მინდა ახლა გამომრჩეს უამრავი აი თეატრს საოცარი ჯგუფი ხელმძღვანელობდა ამათი ბრძოლის შედეგად ეს სპექტაკლი გავიდა და იყო რეპერტუარში მეც მონაწილეობდი მათ შორის შემდეგ დაინიშნა ქალბატონი თეა ამ თეატრს აი ეს თეატრი 26000 ლარით წელიწადში 26000 ლარით ლაშა სახლიდან ეზიდებოდა ნივთებს რეკვიზიტებს ნათურებს მის კაბელებს დენის და ასე შემდეგ 26000 ლარი ჩვენ რა თქმა უნდა იყო ჩვენი პოზიცია რომ არავის არ გვინდოდა ფულის აღება მაგრამ არ ვიცი სამივლინებოც კი მერიცხებოდა ხოლმე როგორ ახერხებდა ეს ადამიანი მე არ ვიცი საიდან მოქონდა ეს ფული თეატროლოგიანმა გააგდო ეს ადამიანი თეატრიდან თეატრს მისცა 9 მილიონი წელიწადში დანიშნა ყველაზე წარუმატებელი თბილისიდან სამხატვრო ხელმძღვანელი რომელიც თუმანიშვილის თეატრს ხელმძღვანელობდა 8 კაცს დაენიშნა მუდმივი ხელფასზე ნუ მუდმივი მოქმედი დასივით გაკეთდა და ისინი ფეხს არ დგამენ აქ თავისუფალ თეატრში თამაშობენ სპექტაკლებს დღეს აი ეს ფაქტი მეგობრებო აი ეს ფაქტი გამოეპარა ყველას რომ ესეთი ადამიანი გამოაგდეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელებმა ხმა არ ამოიღეს და ზუსტად იმიტომ მივედით იქამდე სადამდეც მივედით არ შეიძლება ესეთ ფაქტებზე გაჩუმება არ შეიძლება როცა ასეთ ენთუზიასტ ადამიანებს ჩაგრავენ ქვეყანაში მაშინ გაჩუმდე და არ შეიძლება მაშინ ამოიღო მხოლოდ ხმა როცა შენ შეგეხება რეჟიმი და ყველას შეეხება თუ არა მოვიღებთ ხმას შობს გვიან ვიდრე არასდროს ამიტომ ეს არის კარგი მაგრამ ეს საერთოდ არ მინდოდა გამოსვლა საერთოდ არ მინდოდა ლაშაზე საუბარი საქმენ მან შენ მან წარმოგაჩინოსო და ნამდვილად ესია ეს ადამიანი არ დაიკარგება არსად მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ადამიანს მიეცემა ეს არ არის ალბათ ბოლო დღეებში განვითარებული რაღაც პროტესტი ალბათ ლაშაში არსებობს მრავალი წლის დაგროვილი რაღაც პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს არის რაღაც აი ამოხეთქვა ალბათ ამიტომ მეც ვთხოვ მას რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ადამიანები იყვნენ ხოჩაღად მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და ერთად მეგობრებო არ ვიცი ეს ბრძოლა არ უნდა წავაგოთ არაფერზე აღარ უნდა გავჩუმდეთ რაც იყო ჯანდაბას მოვედით აქამდე ეხლა ეს ბრძოლა გვაქვს მოსაგები ამიტომ უნდა გავერთიანდეთ კიდე უნდა გავძლიერდეთ ერთმანეთი კიდე უნდა გავიცნოთ ვიპოვნოთ აღმოვაჩინოთ დავაფასოთ შევიყვაროთ და საბოლოოდ ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ვუთხრა აქ ამ სცენაზე ჩემი პრიორიტეტი არის ყველა იმ ადამიანთან მისვლა და იმ ადამიანების გახვიძება რომელსაც აქვს ძალა და დღეს უბრალოდ ვერ წარმოუდგენია რაც ძალის მატარებელია ყველა იმ ადამიანს მინდა დაველაპარაკო რომლის მხარდაჭერა თითოეულ ჩვენთაგან ვინც თუნდაც თბილისიდან ჩამოვედით გვჭირდება თქვენი სახით იმიტომ რომ სანამ არ გავერთიანდებით სანამ არ გავაერთიანებთ ერთიან ძალებს ჩვენი მთავარ გველეშაპს რომელიც არის ორთავიანი და ამას ვიძახი უკვე ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულად ხაზგასმით თავებს არ წავაცლით ერთი თავი არის წასაცლელი არა შეიძლება ითქვას რომ უბრალოდ ერთს უნდა დაველაპარაკოთ ხოლო მეორე თავი უნდა აუცილებლად წავაცალოთ ერთი თავი გველეშაპის რომელიც არიძინებს და სუფხიზლად არის ეს არის ჩვენი მტერი და ჩვენ უნდა ძალიან კარგად განსაზღვროთ ვინ არის ჩვენი მტერი ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენი ნათესავები ჩვენი ახლობლები რომლებიც დღეს თუნდაც ჩვენს გვერდზე არ დგანან ჩვენი მტრები არ არიან თავი გველეშაპი რომელიც არის ჩვენი მტერი აკეთებს ზუსტად იმას რომ ჩვენ ერთმანეთს დაგვაპირისპიროს და მთავარი პრობლემა არის ის რომ ჩვენ ზუსტად არასწორი ძალიან ბიძური საინფორმაციო ომის წყალობით რომელიც ძალიან ბევრი წელიწადია ყველა ხელისუფალის ხელში აი ამ ტრის დახმარებით ჩვენში ჟონოვდა დღეს მოიტანა სწორედ ის დღე რომ ლაშა დგას მარტო და ჩვენ მხარდაჭერისთვის ჩამოვდივართ აქ იმიტომ რომ მას მხარდამჭერი აქ ძალიან ბევრი ყავს მაგრამ ვერ ბედავს იმიტომ რომ არის ჩირქმასხმული ადამიანები გამოგონილი ბრალდებებით მხარეებად წოდებული ადამიანები ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით არა და ჩვენ გასაყოფი ერთმანეთში არაფერი არ გვაქვს ჩვენ თავი გაერთიანებს ეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა დავინახოთ როდესაც თუნდაც მერი შენობის მესამე სართულიდან ადამიანები იყურებიან გთვლიან და გვაკვირდებიან ვინ ვდგავართ აქ და შეიძლება ზოგიერთ მათგანს ძალიანაც უნდა რომ აქ იდგეს აი ეს ძალები არის მოსაკრები იმიტომ რომ უნდა გავიაზროთ რისთვის ვდგავართ ჩვენ აქ რატომ ვიბრძვით რა ღირებულებებისთვის ვიბრძვით ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი სიტყვისთვის ჩვენ ვიბრძვით იმ დემოკრატიული მთავარი ღირებულებებისთვის რომელიც ბევრი არ არის მაგრამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაშიც ადამიანი არ იკარგება რაშიც ადამიანი საკუთარ თავს პოულობს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს
გაერთიანება იმ ღირებულებებზე, რომელიც ყველაზე ძაფრია, ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე სასიცოცხლოა. მთავარი გველეშაპი, ეს არის მოსაჭრელი, ის თაობები, რომელიც წამლავს ამ ქვეყანას და ვერანაირად ვერ გვაყენებს ფეხზე. ის ვინც გვაპირისპირებს აქ და ყველა ხელისუფალს, ვინც მომავალში მოვა, გაივლის ყველა იმ ფილტრს, იმ საზოგადოების, რომელიც ზუსტად აქ დგას და ყველა ძალას იკრებს იმისთვის, რომ მომავალში შეცდომები უკვე აღარ დაუშვათ. მე ვდგავარ ჩემი შვილისთვის აქ, მე ვდგავარ დედა ჩემისთვის აქ, რომელმაც შეიძლება არასაკმარისად იბრძოლა ჩემთვის. მე ვდგავარ ჩემი შვილისთვის, იმიტომ რომ უნდა ვიბრძოლო იმაზე მეტი, ვიდრე ბრძოლოდა დედა ჩემი. ჩემი მშობლები, იმისთვის რომ მას გაცილებით ნაკლები საბრძოლი კონდეს მომავალში. ბრძოლა არასოდეს არ სრულდება. არავინ წარმოიდგინოს, რომ ყველაფერი დამთავრდება ისე, როგორც ჩვენ წარმოსახვაში, არა. დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ადამიანური ღირებულებებისთვის ბრძოლა ყოველდღე მიმდინარეობს. და ამ ბრძოლაში მთავარია, რომ ჩვენ არ უნდა დავიხალოთ და იმდენი უნდა ჩავდოთ, რომ ჩვენ შვილთა შვილებს ახსოვდეს აი ეს ჩვენი გაკეთებული საქმე. ამისთვის აუცილებელია, რომ რაც კი ძალა გვაქვს, ყველაფერი მოვიკრიბოთ. აბსოლუტურად არ გავწყდეთ. ვიყოთ პრინციპულები და დაუპირისპირდეთ იმ ძალას, რომელიც დღეს ძალმომრავლობით სახეს გვამტრევს, მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია, იმიტომ რომ ყავს გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ყველაზე ძვირფასი დადეს სასწორზე. ამიტომ ყველას მოუწოდებ, ყველა დმანისელს იპოვეთ ძალები თქვენში, შეურიგდით თქვენს ახლობლებს. გაერთიანდით და დაამარცხეთ ეს ტირანი, რომელიც დღეს შემოჭრილია ჩვენს ქვეყანაში. არ შეგეშინდეთ იმ სტანდარტებით, რომლითაც ისინი მოქმედებენ. არ შეგაშინოთ პოლიციელებმა, იმიტომ რომ ისინი არიან ყველაზე მხდალები. როდესაც ნახავენ ამდენ გაერთიანებულ ადამიანებს, მათ ძალები აღარ ეყოფათ. ამიტომ არ შეგეშინდეთ. იყავით მხდეთ, როგორც იყო ლაშა რომელმაც ეს თეატრი, მარტო თეატრისთვის არ შექმნა. ეს შექმნა მომავლისთვის, იმიტომ რომ აქ განათლების მთავარი საძირკვლები ჩაითო. ამიტომ ყველა კუთხეში, ყველა კუნძულში უნდა მივიდეთ. ადამიანებს დავილაპარაკოთ და ვიპოვოთ საერთო ძაფები, რომელსაც ხელოვნურად, აი ესე მაგრატლით ჭრის, ნებისმიერი ხელისუფლება და მე ამაზე ხაზგასმით მინდა ვილაპარაკო. ჩვენ ყველა ხელისუფლების დროს ვიყავით რეპრესირებული საზოგადოება, როდესაც დადგებოდა დრო თავისუფალი სიტყვის და ნების. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, აღარასოდეს. არც ერთი წამით არ უნდა მოვდუნდეთ და არც ერთი, იოდი არ უნდა ვაპატიოთ ის შეცდომები, რაც აქამდე გავატარეთ. ყველაფერზე უნდა გქონდეს პრინციპული, ძალიან მკაფიო და ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნები და კრიტიკულები უნდა ვიყოთ ყოველთვის. ვინც არ უნდა მოვიდეს მომავალში, რათა ის შეცდომები იქამდე არ მივიტანოთ, რაც ადამდეც მივედით დღეს. შეგვიძლია თუ არა ეს დავამარცხოთ? შეგვიძლია. შეუძლებელია ეს არ იყოს დამარცხებული, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ამას გავდიოდით სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა გაკვეთილებით და სხვადასხვა იარაღით, მაგრამ მოვედით აქამდე. იმიტომ რომ ადამიანის ძალა და ადამიანის გონება არის სწორედ ის, რაც გვაცოცხლებს და გაერთიანება. გაერთიანებული ძალების იქით ჩვენ სხვა ძალა არ გაგვაჩნია. გაერთიანებული სიტყვის და მართალი სიტყვის იქით ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია. პატიოსანი შრომისა და ამსახურებული ანაზღაურების და ცხოვრების ასე თქვა შესაძლებლობის იქით არაფერი არ გაგვაჩნია. სუფთა ადამიანობის იქით და მართალი ადამიანობის იქით არაფერი სხვა ძალა არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არის ის ძალები, რომელიც ამარცხებს ყველა რეჟიმს, ყველა ბინძურ ძალას და ყველა დაპირისპირებულ მხარეს ერთმანეთს შორის. ჩვენ ვართ გონიერი საზოგადოება, ვიფიქროთ ერთმანეთს შორის კავშირებზე, ვეძებოთ თანამოაზრეები და თანამებრძოლები, გავერთიანდეთ და მხარში დაუდგეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც სამაგალითო არის ადგილზე. ამიტომ ლაშასთვის დღეს შენთვის ვდგავართ აქ. შენთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანი, მაგრამ შენი მაყურებელი და ის ადამიანი, რომელიც ამაყობს შენი საქმით, შენი გაკეთებული საქმით და წარსულით. და მე ძალიან დიდი, ძალიან ნათელი და ძალიან მნიშვნელოვანი მომავლის მჯერა ჩვენი შვილებისთვის და მომდევნო თაობებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ საამაყო და ჩვენ უნდა გავსარდოთ ის შვილები, რომლებიც ორჯერ და სამჯერ და 100-ჯერ უფრო საამაყოები იქნებიან. მე მინდა დავინახო აქ ადამიანები, რომელსაც აქვს საქართველოს ძალიან დიდი ხედვები. 100, 200, 500 წლის წინ შემდეგ იხედებიან და ხედავენ ამ ქვეყანას საერთოდ სხვანაირს. ამიტომ ნომერი პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონებში რაც ხდება, ეს არის დაპირისპირება, რაც ამ ხელისუფლების ბრალია სხვათა შორის. არც ერთ ხელისუფალს ჯერჯერობით აქამდე რასაც მე ვაკვირდებოდი, ამ დონემდე არ მიუყვანია საზოგადოება. ყველაზე ძლიერი იარაღი არის პროპაგანდასთან ბრძოლა. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს იარაღი ეს არის ჩვენი ძალიან კომპეტენტური ადამიანების ჩართვა პროცესში, რომელსაც ჩირქს ცხლებს, იმიტომ რომ სხვადასხვა ხელისუფლების დროს ბევრი ადამიანი გაისვარა ხვის შეცდომებზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ძალები თუნდაც, მოვიყვანოთ და სცენაზე დავაყენოთ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ძლიერები თავის პროფესიაში. და დღეს ყველამ უნდა ვიპოვოთ ძალები და პასუხისმგებლობა. სათითაოდ ყველამ ხელი უნდა ჩავკიდოთ და დავდგეთ ერთად. ეს ადამიანები ამ შემთხვევაში გარდაუვალია ჩვენი გამარჯვება არ დადგეს. აუცილებლად დადგება. აუცილებლად და ეს დადგება ძალიან მალე. მოგესალმებით. ძალიან რთულია ესეთი ემოციური სიტყვის შემდეგ, რომ კიდევ რაღაც დავამატო, მაგრამ მე მინდა რამდენიმე სიტყვა თქვა. პირველ რიგში არის ჩემთვის ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავია. დღეს რატომაც ჩამოვედით. ერთი არის სამოქალაქო გმირობა ლაშასი. რომ კაცმა თქვა, რომ მე სანამ არ გავაღვიძებ საზოგადოებას, მანამ ვიშიმშილებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მეორე არის თვითონ ჩვენი აქტივიზმი.
თვითონ ჩვენ ქართველი კაცის ბუნებას თუ დავაკვირდებით და ჩვენ საჩუქაროდ არა გვაქვს დიდი ფილოსოფიური ტრაქტატები. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი პოემა, რომელიც არის იმაზე, რომ კაცი ჩავარდა დეპრესიაში, ეს სიტყვა არ არსებობს, რა თქმა უნდა, დარიალისთვის. მაგრამ და მეორე კაცმა ნახა, რომ მას უნდა დაეხმაროს. მე მინდა თქვა, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, თვითონ ლაშას ქმედება და თვითონ ჩვენი ქმედებაც. ეს არის ავთანდილობა. მე მინდა მოგიწოდოთ და მოუწოდოთ თვითონ ლაშას. რომ ის გზა, რომელიც მან აირჩია, ამ გზით მან გამოგვაფხიზლა ჩვენ ყველამ, რა თქმა უნდა. მაგრამ მე მინდა მოუწოდო მას ამავდროულად, რომ ის გზა ამავდროულად შეიძლება იყოს სხვა ადამიანებისთვის ყურების ჩამოყრის გზა. მე მინდა მოუწოდო მას არა ნიჰილიზმის, არამედ აქტივიზმის გზისკენ. მე მინდა მოუწოდო მას, რომ შეაჩეროს შიმშილობა და წამოვიდეს ჩვენთან ერთად. და ერთად ვიავთანდილოთ. ერთად მოვიაროთ მთელი საქართველო. ერთად გავაკეთოთ ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დავიაროთ ქალაქი, დავიაროთ საქართველო, დავიაროთ ოჯახები, მივიდეთ ჩვენს უახლოეს მეგობრებთან, რომელსაც აქვთ თვალები დახშული, ყურები დახშული, ყველანაირად ცდილობენ, რომ არ მიაქციონ ყურადღება იმ ტანჯვას და იმ ვნებებს, რომლებსაც ჩვენ გავდივართ. და მე მინდა რომ მოვიპატიჟო ისინიც ამ ვნებებში, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ იბადება ამ ქვეყანაზე ტკივილის გარეშე. და მე მინდა რომ მოუწოდო კიდევ ერთხელ ლაშას. სხვანაირად არ გამოვა. ეხლა ნიჰილიზმის გზა არ არის. ეხლა არის აქტივიზმის გზა. ეხლა ერთად ვიაროთ, ერთად გავაკრიტიკოთ, ერთად მოვიპოვოთ ის საქართველო, რომელზეც ჩვენ ყველანი ცალ-ცალკე და ერთად ვფიქრობთ, რომელსაც განვიცდით, ჯერ არც ვიცით ზუსტად როგორი შეიძლება იყოს და მხოლოდ კონტურებს ხედავთ. მე ვხედავ ყოველ დღე რუსთაველის პროსპექტზე. მე ვხედავ დღეს აქ დმანიში, რომ არის უკვე ხალხი, არსებობს ხალხი, რომლებიც არიან თანამოაზრეები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან საქართველო, ახალი საქართველო, არა ის, რომლებიც ვიღაც ბიზნესმენების არის, ვიღაცა პოლიტიკოსების არის, ვიღაც გავლენებიანი მამაცახლების არის, არამედ ხალხის საქართველო, ქართველების ამ შემთხვევაში, ანუ ყველა იმ საქართველოს მოქალაქის, რომელიც განიცდის აზერბაიჯანელის, სომეხის, ქართველის, რუსის, არ ვიცი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც საქართველოს მოქალაქეა. ვინც განიცდის ამ ყველაფერს და მე მინდა რომ მოუწოდო ისევ და ისევ ლაშას და ჩვენც ერთმანეთს მოუწოდოთ რომ გავაღვიძოთ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი პოემა და ფილოსოფია ვეფხისტყაოსანია, ისევ და ისევ გაღვიძების პოემაა. წავიდეთ, თუ რეგიონები ვერ ხედავენ და ვერ იღვიძებენ, წავიდეთ და გავაღვიძოთ. მარში მოვაწყოთ დმანიში. მოვიაროთ ეს ქალაქი. ვნახოთ ერთი დმანისელი, რომელიც გვეტყვის, რომ აი აქეთ გაიარე, იქითკენ წამოდი, ის გააკეთე, რაც გასაკეთებელია და უთხრეთ, რომ ესე არ არის. აქ არ იქნება დრო შემოვედი. კი, ვითომ რაღაცები გარემოტებულია. მაგრამ მე ვხედავ გავერანებულ სახლებს. მე ვხედავ გაღარიბებულ ადამიანებს. მე ვხედავ უსამართლობას, როგორც აქ, ასევე თბილისში და ყველგან. და მოდი შევებრძოლოთ ამ ქაჭეთის ციხეს და დავამარცხოთ ერთად. მადლობა. დღეს არის ძალიან დიდი ისტორიული ჟამი, ისტორიული მომენტუმი, ისტორიული შესაძლებლობა, ისტორიული სარბიელი იმისა, რომ მიუხედავად ჩვენი სოციალური მდგომარეობისა, მიუხედავად ჩვენი განათლებულობისა, მიუხედავად ჩვენი ქონებრივი შესაძლებლობისა, სამშობლოს საკუთრებასთან მივიტანოთ ის, რისი ძალით შევქცევს, რაც შეგვიძლია, თუნდაც მცირედი, მაგრამ თავის შინაარსში მრავალმნიშვნელოვანი. აი ეს გვანახა ჩვენ ლაშამ, რომელმაც პიროვნებამ თქვა, რომ მე არ ვეგუები იმ სამართლობას, რომელიც დღეს სუფევს, რომელიც დღეს ძალმომრეობს ჩვენზე, რომელიც ძალმომრეობს ჩვენს ქვეყანაზე და სამშობლოზე. ამ ერთმა კერძო ინდივიდმა, მამულიშვილმა თავისი ჯანმრთელობა შეაგდო სამშობლოსთვის სასწორზე და ამით ჩვენ მაგალითი გვაჩვენა. ჩვენ დღეს რაც ხდება, ეს აღარ არის მხოლოდ უბრალოდ, ასე ვთქვათ, კეთილდღეობისთვის ბრძოლა. უკვე ეგზისტენციალური საფრთხეა ყოველივე ეს, რასაც გვმართებს დე-ფაქტო ხელისუფლება და ბოროტეული ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ხროვა. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული პირი ამის იქით მოქალაქე იქნება შეშინებული, იქნება დეპრესიაში, ხმას ვეღარ ამოიღებს და მოკვდება ნელა ძალიან და ისე რომ ესე იგი საშველიც აღარ იქნება. და ახალ ჟამი იგი, რომელიც ახლა დადგა იმისათვის, რომ ჩვენ აღარ მივატოვოთ ასეთი ადამიანები, პიროვნებები პირიქით, ასეთ ადამიანთა ერთობლიობით დავძლიოთ და ასე ვთქვათ ვიხსნათ ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა იმისა, რაც დაემართა მას ამ 12 წლის განმავლობაში. აი დღეს ვართ ჩვენ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სადაც ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ქართული ენის სწავლებას, ზოგადად განათლებას, ზოგადად საბავშვო ბაღების, ასე ვთქვათ, გახსნას და ამას აკეთებს ერთადერთი მიზანმიმართულებით, რომ ქართული ენის სწავლებით ეთნიკური უმცირესობები არ იყვნენ ინფორმირებულნი საქართველოში მიმდინარე ამბებზე და სწორედ გაუნათლებელი, ასე ვთქვათ, არაინფორმირებული მოქალაქეს სჭირდება
რეფორმას ადვილად სამართავად და ჩვენ დღეს აი ქმნით ძალიან დიდ პრეცედენტს თითოეული რომ შექმნათ სახელმწიფოებრივი ცნობიერება და მონაწილეობა მივიღოთ ამ ცნობიერებაში იმიტომ რომ ეთნიკური წარმოშობა არ გულისხმობს ავტომატურად იმას რომ შენ ხარ სახელმწიფოებრივი ცნობიერების მატარებელი ეთნიკური ქართველები არ არიან ხოცები მაგრამ აქვთ კი სახელმწიფოებრივი ცნობიერება არა და დღეს ყველაზე მართალი ამბავი არის ის არა პარტიული პოლიტიკა არამედ სწორედ აი მოსახლეობის თითოეული მოქალაქის უშუალო მონაწილეობა ამ პოლიტიკის ქმნადობაში სწორედ ახლა არის პირდაპირი დემოკრატიის დრო და ნუ გამოვაკლდებით ამ საერთო ფერხულს რომელიც თუ გადაწყდა მერე ვეღარასოდეს ასე ვთქვათ ვერ გაიმართება წელში ეს არის ახლა ისტორიული დროშამი ამას გვასწავლიდნენ ჩვენ და ზუსტად აი ის გმირებით ეს სული წარსული ჩვენი ქვეყანაში მამული შვილებისა რომ ცოცხლობს ერთი მაგალითი კერძო არის ლაშა ჩხმიანი კერძო მაგალითი არის მზიამაღლებელი კერძო მაგალითი არის ბატონი ქათამაძე კერძო მაგალითი არიან ნაცემი ბიჭები კერძო მაგალითები არიან დაწყებებული ბიჭები და თავისუფლება რეჟიმის წვეებს დიდი მადლობა ლაშას ამ გაერთიანებისთვის ამ შედუღებებისთვის ჩვენი მოქალაქეების მადლობთ ანუ ჩვენ ვაცნობიერებთ რომ თქვენ უკან უნდა დაბრუნდეთ ისევ თბილისში და ამიტომ ხო ანუ ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ხო ოფიციალური გექნებათ კი ძალიან მოკლედ ჩვენ ვართ მოძრაობა აუდიტორია პირველ რიგში საპროტესტო აუდიტორია ჩვენი ამოცანაა ცოდნა გავაზიაროთ ყველა პროტესტის მონაწილე შევაიარაღოთ ცოდნით ცოდნაზე დიდი შეიარაღება ყოველ შემთხვევაში ჩვენი აზრით ჩვენ მხარეს არ არის ლაშა ძალიან მაგარი ბიჭი ხარ ჩვენ შევფიქრით ლაშას რომ ჩამოვართ დმანისში და მოვაწყოთ აუდიტორია სადაც რასაც სასურველი იქნება აქაური ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და რა ლექციასაც და საჯარო ლექციასაც მოგთხოვენ ყველაფერს შევესწრებით კი არა შევფიქრით აუცილებლად შევასრულებთ რომ ჩამოვართ ჩავატარეთ ლექციებს და რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ ჩამოვართ და ჩავალთ ყველგან სადაც საჭიროა ჩავალთ ყველგან სადაც თუნდაც ერთი ადამიანი აპროტესტებს იქიდან გამომდინარე რომ ყველა ადამიანის თითოეული სიტყვა არის უმნიშვნელოვანესი ცოდნა ძალა ცოდნა თავისუფლება ლაშა შენ კიდევ ერთხელ პატივისცემა ჩვენი მხრიდან და ძალიან მაგარი ბიჭი ხარ მადლობა მეგობრებო, მოგესალმებით. მე მინდა ლაშას ვთხოვო იმ ბავშვების სახელით შეწყვეტოს შიმშილობა, რომლისთვისაც ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ეს არის სკოლამდელი ასაკის ექსკლამდე ბავშვები. ლაშა საკუთარ საქმეს არ გააკეთებს ადამიანი, უფრო ისეთი შემართებით და ისეთი გულით მეხმარებოდა, როცა მუშაობდით დმანისში. საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებით პეტიციებს ვადგენდით და არ ვიცი შეიძლება ძმა არ დაგეხმაროს ისე როგორც ლაშა მეხმარებოდა. ამიტომ მე იმ ბავშვების სახელით მინდა ვთხოვო რომ შეწყვიტოს შიმშილობა, იმიტომ რომ მათ სჭირდები, დმანის სჭირდები და ქვეყანას სჭირდები. იცით აი ორ წინადადებას დავამატებ, რომ აი როცა ლაშამ თქვა რომ დმანისის მერმა მითხრა რომ შენთან არავინ არ ჩამოვაო, მე სრულებით არ გამკვირვებია და პირიქით ანუ დაწონებული ვარ რომ ეგრეც უთხრა შეიძლება უარესიც გაიფიქრა. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ მე და ლაშას ჰქონდა აქტიური შეხება ამ საქმესთან დაკავშირებით, ბაღებთან დაკავშირებით. ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გაუგონარი რაღაცები გადაგვხდა ერთად თავს. მაგალითად, ერთ-ერთი სოფლის გამგებელი თავს დაგვესხა, რომელიც მთვრალი იყო და არ ვიცი მართლა სასწაულებრივად გადავჭით მაშინ სიკვდილს. მაგალითად, დმანისის მერი დაგვდევდა და გველაპარაკებოდა რომ გავსულიყავით ამა თუ იმ სოფლიდან, იმიტომ რომ ეს არ იყო ჩვენი სოფელი, ანუ რა უფლებით დავდიოდით ამა თუ იმ სოფელში. გეგონება ბაბუა და ბებუამ დაუტოვა ამ ხალხს ეს ქვეყანა და ეხლა მუდმივად ასე ვთქვათ უნდა იყვნენ წამომწყდარები და იცით რა არის? მე სულ არ მიყვარს ასევე ისიც რომ მაგალითად ამ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ლაშას ბედი, საერთოდ არ აინტერესებს მოშიმშილემ ზიას ბედი, თემურის თუ სხვა ადამიანების ბედი, იმიტომ რომ თავარი რამ არ აინტერესებს ამ ხელისუფლებას, ეს არის ბავშვი. იმიტომ რომ მაგალითად დმანისში უამრავი სოფელია, სადაც არის უამრავი პატარა ბავშვი, მაგრამ არ არის საბავშვო ბაღი. მაგალითად ამ ქვეყანაში ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს ოფიციალური სტატისტიკით, ხო? მაგალითად აი ერთ პატარა მაგალითს გეტყვით, რომ აქონდროპლაზიის წამალს რო ითხოვდნენ, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მშობლები, რამდენიმე კვირის მანძილზე თავრობის ადმინისტრაციასთან იდგნენ ღია ცის ქვეშ, დღე და ღამეს ათენებდნენ, რომ როგორღაც ეს წამალი მიიღოთ, ხო? ანუ ამ ხელისუფლებას ჩვენ კი არა, ან ბუნება კი არა, ან რამე ღირებულება კი არა, ბავშვიც კი არ აინტერესებს ამ ქვეყანაში. და მინდა რომ მშობლებს მიუმართო რეალურად როგორ შვილებს ვსურდით ჩვენ მონებს ვსურდით თუ თავისუფალ ადამიანებს ანუ ეს ჩვენი შვილები რო გაიზრდებიან ხო რაღაცას გააპროტესტებენ ხო ვიღაცას გვერდში დაუდგებიან ხო და ეს განკაცებული კანონები ხო მათაც შეეხებათ ხო ეს რაღაცა კაბალური რაღაცები რომ მიიღეს ახლა ამიტომ ახლა უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ იმისთვის რომ ჩვენ შვილებს ჯოჯოხეთში არ მოუწიოთ ცხოვრება და აი ამ გზის გავლა არ მოუწიოთ რასაც ახლა ჩვენ ყველა ერთად გავდივართ დიდი მადლობა ლაშა და მინდა გთხოვო კიდევ ერთხელ რომ შეწყვიტოს შიმშილობა და ხნეობას გისურვებთ გთხოვთ არ გავჩერდეთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე
მოგესალმებით ყველას. მიხარია ამდენი ადამიანის ნახვა აქ დმანისში. ხო, თუმცა ალბათ მოლოდინი იყო რომ უფრო მეტი ადამიანი ყოფილიყო აქ და ეხლა გეტყვით იმ მიზეზებზე თუ რატო არ ვართ ბევრნი და რატომ უფრო დაბალია ეთნიკური აზერბაიჯანელების რაოდენობა ამ აქციაზე. ვიღავით დილიდან სოფლებში დავდივართ აზერბაიჯანელების სოფლებში და გვინდა რომ მეტი ადამიანი იცოდეს, ელემენტარულად იცოდეს რა ხდება, ლაშაზე იცოდეს და იცოდეს რომ დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმ მიზეზით რომ ლაშამ შეწყვიტოს ეს შიმშილობა. მინდა გითხრათ რომ ზუსტად სისტემას ეს აწყობს. ეს აწყობს რომ ჩვენ აქეთ 10 კილომეტრში არ ვიცოდეთ რა ხდება. არ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, არ ვიღოთ სოლიდარულები, ისე დაყოფილები ვიღოთ, ეს თავისთვის, ის თავისთვის, მე ეს არ მეხება, არ მაინტერესებს, ეს უცხოა, ეს ჩემიანი არ არის, ზუსტად ეს სისტემა აწყობს. ზუსტად ის აწყობს, რომ არანაირი მედია საშუალება აღარ გქონდეს ჩვენ დამოუკიდებელი და არ ვიცოდეთ ჩვენს იქით 5 კილომეტრში რა ხდება. თურმე ძალიან ბევრმა გაიგო რომ თურმე იქით 7 კილომეტრში ესეთი კარგი ბიჭი შიმშილობს. ეს ხო, ანუ რისით გამინდა, ანუ ხდებით რასთან გვაქვს საქმე და მე ვიგრძნობს რომ რატო გაღავდა არჩევნები. ზუსტად ესე უნდა რომ სიღარიბეში ვიღოთ ჩვენ დმანისელების უმრავლესობა იღებს სოციალურ დახმარებას, იმიტომ რომ კლანებმა წაართვა მიწები, არ აქვს ამ ხალხს სამუშაო მიწები, აღარ აქვს საწოვრები, დამოკიდებულები არიან იმ სოციალურზე და ზუსტად ამ სოციალურის მოხსნით ემუქრებიან ხალხს. და ჩვენ გვიგვირს რომ რატო მოხდა, რატო არ ვართ აქ ძალიან ბევრნი. რა თქმა უნდა, ორი სიტყვა ვეთქვი ლაშაზე. ლაშა არის ის ადამიანი, რომელიც ამ უსამართლობას ხედავს და ზუსტად მაგის გარშემო ვართ ჩვენ გაერთიანებული და ორი სიტყვით მადლობა მინდა გადავიხადო ლაშას იმ შრომისთვის, რომელიც ბავშვებზე ზრუნავს და საბავშვო ბაღებზე მუშაობდა, რომელიც ტრანსპორტზე მუშაობდა. დღეს ქალები არ არიან აქ აზერბაიჯანელების სოფლებიდან, იმიტომ რომ ქალებმა არც კი იციან რომ შეიძლება ტრანსპორტი არსებობდეს და მე დამოუკიდებლად შემეძლოს გადაადგილება, ანუ ვიღაცის იმედზე კი არ ვიღო, ან მარტო მდიდრებს კი არ ქონდეს გადაადგილების უფლება, ვისაც მანქანა ახლავს, ყველას რომ ქონდეს ელემენტარულად გადაადგილების უფლება, აღარ აქვს ჩვენ დმანისში ამის უფლება და ამას იმაცხოვრებენ და ჩვენ ამაზე თვალს აღარ დავხვიჭავთ, არანაირად, არავინ არ განებდება და აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთ. ეხლა მინდა ორი სიტყვით აზერბაიჯანელადაც თქვა, იმიტომ რომ აქ არის ასევე აზербайджанеловანი ხალხიც, Akşamda sevdoslar, isterim ki kendi Azerbaycan'da danışım. Ben bugün burada daha çok insan olabilirdi. Ama teessüf ki bu böyle değil, istenilen gözlenen miktar bu değil. Bunun bir sebebi var ki biz 5 kilometre ötede bilmirik burada ne baş verir. Ben bugün seherden gelmişim burada ve kentlerde çalışıram ki məlumat yayayım ki böyle bir adam acılık edir ve tek məqsədi odur ki biz ülkede etrafımızda baş veren adaletsizlikleri görək ve buna ses çıkardıq. Bunu insanlar ilk defa bizden eşitir ve bu sistemin çok büyük ayıbıdır. Ayıbıdır ki bizim öz dilimizde məlumata çatanlığımız yoktur. Ayıbıdır ki biz bilmirik ki Laşa bizim için, icma için neler edir ve ne için acılık edir. Ben sistemin istediği budur. Məlumatsız, kasıp bir təbəqə yaratsın. Bugün humanist insanların əksəriyyəti sosial kömək alır ki... Çeçli oligarkiyaz. Çeçli oligarkiyaz. Თავისუფლება რეჟიმის ხვეებს. თავისუფლება რეჟიმის ხვეებს. იგი მეც მინდა უკვე ორჯერ ვარ აქ ჩამოსული და უკვე რაღაც გამოცდილებები დამიგროვდა პრინციპში ის რაც საქართველოში ყველგან ხდება ამათ ხარისხით და რეგიონებში სამწუხაროდ ძალიან ხშირად. მე ვარ ესმა გუმბერიძე, ვარ უსინათლო დაბადებიდან და ძირითადად თბილისში ცხოვრობ და შესაბამისად იქ აქტიურობ, ვითხოვ ხოლმე რომ გაჩერებები გამოცხადდეს ტრანსპორტში, რომ შხოვანი შუქნიშნები გქონდეს და ესეთ საკითხებზე მუშაობ. არა მხოლოდ რომ პერსონალური ასისტენტი ყოლეს დამხმარე ადამიანი, ანუ რომელიც სახლიდან მარტო გასვლაში დაგვეხმარება და ასე შემდეგ, რომ სწავლება იყოს დამოუკიდებელი ცხოვრების, თქვათ როგორ ვიაროთ ხელჯოხით სადმე და ასე შემდეგ. და ამ ყველაფერზე აქ რაღაც ჩამოვედი, ლაშასთვის მინდოდა ძალიან სოლიდარობის გამოხატვა, იმიტომ რომ უსინათლო და კავშირში როდესაც შიმშილობდა სამი ადამიანი ერთი თვე, იქაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა ეს თავიდან და ძალიან გულშემატკივრად და გული წყდებოდა რომ არ იცოდნენ და ამიტომაც მე მინდოდა რომ ლაშასთვის ამ ხრივ რა თქმა უნდა სოლიდარობა გამომეხატა. და ბარემ ძალიან მაინტერესებდა აქ რა ხდება მისაწვდომობის კუთხით. მაგალითად ტრანსპორტი რომელიც გაიშვა, ხო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში, მაგალითად გაჩერებები თუ ცხადდება იქან, პანდუსი თუ არსებობს იმ ტრანსპორტში გადმოსაღები რომ ადამიანმა ეტლით შეძლოს ამ ტრანსპორტით სარგებლობა და სამი რას თქვის არ იყოს რომ მაინც მდიდარი არ უნდა არ იყოს საჭირო რომ იყოს რომ თავისით სადმე გავიდეს სადაც ჭირდება. მაინტერესებდა გაჩერებები თუ ცხადდება პერსონალური ასისტენტის სერვისი, ანუ დამხმარის თუ შემოვიდა და თუ უკვე იღებენ განცხადებას, იმიტომ რომ ვინც არ იცით აქვე გეტყვით მანის მოსახლეებს რომ თქვენ თვითონ ან თქვენ ოჯახის წევრები, ნაცნობები, მეგობრები, მეზობლები თუ კავშირში მოპირები გადაეცით რომ უფლება აქვთ მოითხოვონ პერსონალური ასისტენტი, ანუ დამხმარე, რომელიც სადაც ჭირდება გაყვება, საბუთების მოწესრიგებაში დაეხმარება და სხვა ნებისმიერ ესეთ საკითხში, რომელიც შეიძლება დაჭირდეს სასწავლებლად გაყვება რაღაც შეხვედრებზე, სალოცავად, მათ შორის და სხვა მსგავს საქმეზე ნებისმიერზე რაც შეიძლება დაჭირდეს. და ამაზე მინდოდა მოკითხვა ინფორმაციის განცხადების დაწერა. და ჯერ ერთი გარეთ ვეკითხეს, რაზე გვინდოდა საუბარი და როდესაც თქვი, რაზეც მინდოდა, დაცვის თანამშრომლობა მითხრა არაო. ოღონდ მე ეს არა ვერ აღვიქვი, იმიტომ რომ იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის, რომ საჯარო სამსახურში, სამუშაო საათებში, კვირის დღეს ვერ მივდივარ და არ მიშვებს, რომ ვერ დავიჯერე. მეგონა რომ ალბათ მოიკითხავს ამბავს და მოკეთ შევიდა გააჯახუნა კარი. და ცოტა ხანში მეთქი იქნებ მაინც
გადაიფიქრეს ან რა მეკითხა რომ რას აპირებენ დავუკაკუნე და გავაღე ანუ დაკაკუნების გარეშე არც გამიღია და ის დაცვა ჩამიდგა ისევ კარში და მითხრა რომ ანუ არ მიშვებდეთ კი საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად მოდიორ განცხადება უნდა დავწერო და ანუ კარი ხელით მეჭირა იმიტომ რომ უნდა შემოსულიყავი მაგრამ იმან აი ესე ხელიდან კარი გამომგლიჯა ლამის ფეხი მომაყოლა და ისე დამიკეტა ის კარი და მინდა თქვა რომ აი ზუსტად ამებადა ეს ანალოგია რომ მთელი ქვეყანა ახლა მაგ დღეში ვართ რომ ეს ფეხი გვა კარში ჩადგმული რომ როგორმე ეს კარი არ დაგვიკეტონ და სახელმწიფო როგორმე შევინარჩუნოთ და ავამუშაოთ და მე რა თქმა უნდა იმ კარს კიდე ვეჯაჯგურე ვეკაკუნე და მე გამოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი მეც არ მინდა რომ თქვა იმიტომ კი არა რომ რაღაცის მეშინია უბრალოდ ზუსტად აქ ნინომ რაც თქვა რომ ამათი მიზანი არის იმიტომ რომ ერთმანეთი დავჭამოთ და ბოლომდე ხიდები ჩავტეხოთ არ ვიტყვი ვინ არა მნიშვნელობა აქვს თანამშრომელი მე გამოვიდა და მე მითხრა რომ თურმე USAID-ის მხარდაჭერით და დაფინანსებით ურიგებენ აქ შიშიმოპირებს ეტლებს აი ეს არის რეალობა და კიდევ ის გავიგე რომ თურმე მუნიციპალიტეტის მოქალაქეობა არსებობს ასეთი ცნება ჩვენ სახელმწიფოში რომელიც არ არსებობს რა თქმა უნდა არც ერთ კონსტიტუციაში არსად არ წერია უბრალოდ ესეც გამოგონილია იმისთვის რომ ადამიანები დაგვყოს რომ ერთმანეთს სოლიდარობა არ გამოუცხადოთ და ერთმანეთს ამბავი არ მოვიკითხოთ და შიშიმოპირი აქ თუ იჩაგრება ის თბილისშიც იჩაგრება ესე იგი იმიტომ რომ თბილისში რომ ჩამოდიან ცდილობს იქაური მერია რომ შეზღუდოს ახლად ჩამოსული და ახლად გადმოწერილი მოქალაქეებისთვის იქ სერვისების მიღება ესეც გავითვალისწინოთ ყველა ლაშაზე მინდა აქვე ვთქვა რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყველას იმიტომ რომ ეს ფეხი გვა კარში სამწუხაროდ მოყოლილი და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად არ დავკეტოთ ჩვენ გვჭირდება ყველას დიდხანს სიცოცხლე და გამძლეობა 100 წელზე მეტიც შეიძლება ითქვას რომ ჩვენ მართლა დავინახოთ ეს ქვეყანა შეცვლილი უკეთეს მდგომარეობაში და რა თქმა უნდა ეს მოიაზრებს შიმშილობის შეწყვეტასაც დღეს იქნება ეს თუ როცა ის ჩათვლის მე ძალიან მიჭირს რომ ზოგადად არ მიშიმშილია ეს დრო ძალიან მიჭირს რომ ადამიანს რაღაცა მოვთხოვო ამ სიტუაციაში ერთადერთი რაც შეგვიძლია მე მგონი არის რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ მასაც და დანარჩენ მოქალაქეებსაც იმიტომ რომ იცოდეთ თქვენი უფლებები და რაც გეკუთვნით აუცილებლად მოითხოვეთ სანამ ის კარი ბოლომდე არ დაიკეტა უფლებას დაუპირისპირდეთ. მათთვის მთავარი ღირებულება ადამიანი აღარ არის. მათ შეუძლიათ დასცინონ ციხეში უკანონოდ გამომწყვეტილ ადამიანს, მაგრამ ჯერჯერობით არ შესწევთ ძალა, რომ ჩვენს ერთობას გაუმკლავდნენ. ეს ერთობა აიძულებთ მათ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასაც, ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებასაც და ერთხელაც მოვათ რომ, როცა ხელისუფლებები ხალხის ჭკუაზე ივლიან. მადლობას გიხდით ამ ერთობისთვის და ამ ერთობის ძალის იმედით ვწყობთ შიმშილობას. ჩვენი შიმშილობა არ არის სამაგალითო. სამაგალითო გახდება ის ერთობა, რაც დღეს ჩვენ ვაჩვენეთ. ახლა თქვენთან ერთად მინდა მარშით გავიაროთ მარისის მთავარ ქუჩაზე, ჩვენი ჩემი მანქანიდან შემოგიერთდებით თაფლიანი წყლით. მეგობრებო, სოლიდარობა სინდისის პატიმრებს, ცეცხლი ოლიგარქიას, ცეცხლი ოლიგარქიას. დარწმუნებული ვარ, სახელოვნად გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ, არც ერთი ჩვენთაგანი, რომელიც ამდენი დღეა რუსთაველზე ვდგებათ, არ დავთმობთ ამ დღეებს. არ დავუთმობთ ჩვენ სამშობლოს რუსებს და რუსების მონებს და ამისთვის მე არ მეგულება არც ერთი ჩემი თანამებრძოლი, რომელიც ამ ბრძოლაში უკან დაიხევს. ცეცხლი ოლიგარქიას. ჩვენ ახლა გაუმარჯოს საქართველოს. ჩვენ ახლა ლაშას მანქანასთან მოვიყაროთ თავი, გაგიძღვებით ჩვენ წინ, მთავარ ქუჩაზე ჩავიაროთ მარშით და მერე დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ სამშობლოსთვის მოხვედით აქ. გავიმარჯვებთ. მარია. Vamos
აი კიდე მოდის ხალხი ასწორებს არ გადმოხვიდეთ რა ხო იქით თუ რა გამოჩვენ ფორმიანი შეჭრა პოლიცია არსად სამართალი პოლიცია არსად სამართალი არ იქნება სამართალი აუ ის უკვე სისტემის პრობლემა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა თავისუფლება რეჟიმის ქვეშ თავისუფლება რეჟიმის ქვეშ თავისუფლება რეჟიმის ქვეშ სოლიდარობა სინდისის პატიმრებს სოლიდარობა სინდისის პატიმრებს სოლიდარობა სინდისის პატიმრებს სოლიდარობა სინდისის პატიმრებს პოლიცია არსად სამართალი პოლიცია არსად სამართალი არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა პოლიცია არსად სამართალი არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა უსამართლო სასამართლო ხალხი ძალის გეშინოდეს უსამართლო სასამართლო ხალხი ძალის გეშინოდეს ის რუსული რეჟიმი გაუმარჯოს საქართველოს თავისუფლება რეჟიმის ქვეშ სოლიდარობა სინდისის პატიმრებს თავისუფლება რეჟიმის ქვეშ სოლიდარობა სინდისის პატიმრებს რაღაც დანიშნულების ადგილამდე მივედით და დავასრულეთ.
ერთით სოლიარი გარჩიათ მეგობრებო ვიხმაუროთ ახლა გამაბადა თვანის ფილო ამოიღე თუ კიდე არის რა არ გამოვა Algan poliția! Algan poliția! Algan poliția! Arikne bastana sali! Poliția! Algan poliția! მადლობა ძმაო, ნომერი რო გამიგე. მადლობა ყველას ასევე. ერთმანეთის კეთილი რო. იმდენი ვარ რომ ცალ-ცალკე
სამგან ხდება აქცია. არც ერთი გამოძიებული საქმეო, არც ერთი დაჭერილი პოლიციელიო და უსამართლო იჭერენ სამართლიან ხალხსო რა ითქვა. ნოდ ვერ ჩავხდი მომენტში გამიჭედა მობილი. აკრა გავჩერდეთ? არის. თავის თავზე მიიღებენ. არაფერია გამორიცხული. იქ რატომ არ იღებენ? არა იქაც უნდა მიიღებენ. ეკუთვნით კიდეც მაგრამ რავი. რაიქება არის. არ ვაპირებ შესვლას. საქართველოს გაუმართ! აი კიდე მატება ხალხი. ეს სისტემა არის მათქარა. ეს სისტემა ჩადრავს ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს. უცხოთაბრად ისტორიებს და პრაქტიკაში და თქვენ მუნიციპალიტეტში ხათამის თანამონაწილეები იღებენ ძალა, გადმოდით ხალხის მხარეს, დაიჭირეთ სწორი პოზიცია, იმის წინ ქვეყნის ისტორიის მატვზე და მათ წინებად აღდავთ. ამ ხმენად თქვენ რიგით გადმოდით სწორი მხარეს, იღებით ადამიანებთან ერთად. ხარებას ექსპორტი, სადისტი, ტერორისტი, საქციელები არ შეიძლება იყოს სტანდარტი. შეუძლებელია გადაკეთებული კონდექს მანქანები, იმისთვის რომ ხელმორგინებიან, ხელები დაბმული ადამიანები სულებში დაამტვრიოს. თქვენ თუ ამას ოდესმე აპროტესტებს სხვა ძალებში, თქვენ ახლა იგივე ძალას ემსახურებით. გადმოდით სამართლის მხარეს, გადმოდით ადამიანების მხარეს სანამ ძერგვიანი არ არის. ნუხად პროპაგანდისტის ხვედრი. და თქვენ ზოგადად ჩემზე უკეთესად რას ნიშნავს და რას ნიშნავს ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს. მე გაქიათ მუნდი. მე მიხდები რომელსაც როდესაც არ დაიწყებს საზოგადოების სახურება. მე ვიღებ ყველას, რომელსაც ვიქცევ, გადავწერე. ამიტომ გამოდით ამ წაუბრა. ერთხელ და სამუდამოდ. ყველა ინსტიტუცია დაასწროს იმას, რაც იძლევა ფერზე, რაც იძლევა და ის რაც დაგულიათ ფორმაზე სულობად. ემსახურებს საქართველოს. ემსახურებს საქართველოს. ემსახურებს საქართველოს. ემსახურებს საქართველოს. ამასთანავე არ დაეცემა, რომ ხარებას წყლვენა, მიახვათ ადამიანი, რომელსაც სიცხეს დაარყავს. ეს არ არის ქართველი კაცის სისტემა. ეს არ არის ქართველი კაცის სახე. მე მინდა რომ პოლიციამ არ ვიცი კიდე გარვა ყველა ინსტიტუციამ დაიბრუნოს თავისი ღირსეული სახე, ატაროს ღირსეული მუდმივი და ბავშვებს, რომელსაც მე პირადად ვასწავლე, რომ ყველაზე ღირსეული პროფესია არის ჯარისკაცი, ქვეყნის დამცავი და პოლიცია, მოქალაქის დამცავი, იყოს მისთვის ბოლომდე საამაყო და არა იქამდე, სანამ ამ პოლიციის მსახურებაში ჩადგება. სანამ თავის კანზე გაიგებს, რას ნიშნავს სისტემა, ნახიჩის სისტემა. ამიტომ გთხოვთ, გავერთიანდეთ, ვემსახუროთ ქვეყანას და გავიაზროთ რისთვის ვივსით დღეს. დღეს ჩვენ უნდა სამუდამოდ დავასრულოთ რუსეთის მარცხები ჩვენს ქვეყანაში. ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ ის ღირსება, რომელიც საქართველოს წარმოშვა ამ იმპერიას და ეს რახონი დღემდე მას გააჩნია. გადახედეთ საქართველოს ისტორიას, ჩახედეთ თქვენ წინაპრებს. და არ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ ფოტოები, რომელიც დიდად ალბომებში. ესენი არიან მებრძოლი ადამიანები, მათ შორის ბევრი, რომელსაც სისხლი დაგვარა მქონდეს, რომელიც შეეძინა იმისთვის, რომ ჩვენ დღეს ქართულად საუბრობთ. იმისთვის, რომ დღეს გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ სცენაზე დავიკითხოთ რუსის ყავსა. ამისთვის იბრძოდა ის. ხავარი დილებულებების და ფასეულობების. დაუბრუნდით ხალხის სამსახურს, დაუბრუნდით ქვეყანას. მე ყველაზე ძალიან გულშემატკივრობ ძალოვნებს, რომელსაც არ მინდა რომ პატივი აჩქაროთ. გადმოდით ხალხის მხარეს. ნუ იქცევით ძალაფერად. არ იმას თანამშრომლობთ. ემსახურეთ საქართველოს. ემსახურეთ საქართველოს. ემსახურეთ საქართველოს. ემსახურეთ საქართველოს. ემსახურეთ საქართველოს. ემსახურეთ საქართველოს. ყველა რუსთაველზე. შევცოტავდით, მივდივართ თბილისისკენ. ზოგი კიდე აქაურის საკუთარ სახლებში. ხო. ხო და ნახეთ ჩვენ თბილისისკენ. უბრალოდ მე ვერ მომიწევს თბილისში მისვლა. ჩემი ნათესავის დაბადების დღეა და ხო რა გამიცდება თბილისი ასე ვთქვათ. იმედია უკვე გადაკეტილია რუსთაველი. თუ
თუ არა და აწი გადაიკეტება იოუ. ჯუჯების სტუდიო. რუსთან. Fuck the system. შენ მირთხავ მე ვდავარ ვიბცი შენ გუდავ მე ვდავარ ვიბცი შენ მესვრი მე ვდავარ ვიბცი ვდავა დამანგრიო სისტემები თავისუფლებს გინარა საღებავი კედლები და გამოგდენა ქუჩაში